დიდი პრობლემა გახდა არა მარტო ქვეყანაში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. მე სასმელს გულისხმობ, ხო? სასმელი უხეშად გვაქვს სამი კატეგორიის: ლუდი, ღვინო და ძლიერი სასმელები, მაღალ ალკოჰოლიანი. ვითომ ლუდს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მაგრამ ლუდი საკმაოდ მძიმე არის და ლუდი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელიც არ აძლევს მალე სიმთვრალის შეგრძნებას, მაგრამ მალე იწვევს გემოს რეცეპტორების მიჩვევას. და მერე უკვე ხდება დამოკიდებული. დღევანდელ დღეს მე ახლა 40 წელიწადი აქტიური ექიმობით ვარ დაკავებული. 40 წლის წინ მე მინახია მაღალი გრადუსის ლოთები, ხო? უხეშად ასე ვთქვათ, არასწორად ვამბობ სამედიცინო კუთხით. მერე გავიდა რაღაცა, მერე ღვინის ალკოჰოლიზმი. დღევანდელ დღეს უკვე წამოვიდა ლუდის ალკოჰოლიზმი. ანუ იმდენ სვამს ლუდს მთელი დღის განმავლობაში, რომ მუდმივად ნასვამია. ამდენს ღვინოს ვერ დალევს, ამდენს არახს ვერ დალევს. და ეს ლუდის ალკოჰოლიზმი საკმაოდ პრობლემური არის და თვითონ ლუდის გემო აძლევს იმის საშუალებას, რომ მალე გახდეს დამოკიდებული. გოგოებში ალკოჰოლიზმი ძალიან მალე ვითარდება, იმიტომ რომ მალე ვითარდება მაგათი დამოკიდებულება სასმელზე, ალკოჰოლზე, ვიდრე ბიჭებში. ეს მე ქართველებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი ეთნოკულტურა მაინც უფრო ღვინის კულტურად მიიჩნევა. მაგრამ ნახეთ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ერთ-ერთი მომენტი ჩვენ უნდა თან ბავშვი რომელზე არის სრულწლოვანზე, ხო, სრულწლოვანზე უნდა ვასწავლოთ არა სიმთვრალის შეგრძნება, არამედ ღვინის დასაკვების კომუნიკაციის შეგრძნება. და ერთ-ერთი მომენტი არის, უნდა დალიო იმდენი, რომ უცებ ადგე და დაждე საჭესთან. ნასვამი? არა, იმდენი უნდა დალიო, რომ შეძლო საჭესთან დაждე. გასაგებია. ანუ ფაქტობრივად ერთი ჭიქა. არც კი. ხო. იმიტომ რომ შენ თუ რაღაცა საჭმელს ჭამ, რაღაცას იმას ის გემო უხდება, შენ უმატებ გემოს მარილით, პილპილით, სხვა რაღაცა ტყემლით და ასე შემდეგ. და შეიძლება პირიც გაისველო ღვინის გემოთი, რომელიც არ გიშლის შენ არაფერში. და არა დათვი.